relationship რო წერია. It's complicated. ჩემთვის მღერი და სხვათა შორის მანქანები მიჩერებენ. ორი ახალი პროექტი იქნება. არ მეკონა რომ ემოციური ვიქნებოდია. დღეს დაკენსელებული ხარ? თქვენ ხო არ გააფრინეთ საერთოდ. აი ამ 5 წელმა გადაწონა ის მთელი ცხოვრება. დარწმუნებული ვიყავი რომ მიშა სავიტყრო იყო. თუ გადავფარე მისი ხმა უკვე აი ერორდება. თავისი ბანტები უკეთოს, კისერზე შემოისვას თქვათ და რაღაც ცხენობანა ეთამაშოს. მე ესეთი მიშა სხვა დროს არ მინახავს. ძმებთან აქვს ურთიერთობა? ედუჩამ გააკეთა ეს და ეს გიulis ჩაუგდე, გიული ნახე მე ეს გავაკეთე. წენი ხარ? ბევრი რაღაცის მოთმენა შემიძლია. რა სტატუსი აქვს მიხეილ სააკაშვილს შენს ცხოვრებაში? ხალხს რო გონია რომ ყველაფერი იცის, ეს ის მომენტია რეალურად, რომელზეც მხოლოდ მასთან ვილაპარაკებ, შეცვლით მაინც არაფერს არ შეცვლით, შეიძლება რაღაც ასაკში მემუარები დავწერო. მიშა ასეთია? მას ძალიან უნდოდა დაბრუნება. მე რო გამოვა აუცილებლად მექნება მაგის შესაძლებლობა. მე ჯერ კიდევ შემიძლია რომ მეორე ოქტავი თავისუფლად ავიღო. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ YouTube არხის მინეს, ეს არის გადაცემა ვიკასთან, სანამ წარუადგენთ ჩემს სტუმარს, მინდა რა თქმა უნდა გთხოვოთ, რომ იაქტიუროთ, დაგვიკომენტაროთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, გვიპოვოთ Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე, რაც შეეხება დღევანდელ სტუმარს, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სტუმარი გყავს, სოფო ნიჟარაძე არის ჩვენთან სტუმრად, მივესალმები მას და ძალიან მიხარია, რომ სოფოს აქ ვხედავ, სხვათაშორის დიდი ხანია მინდა რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო და აი მოვედი და დიდი მადლობა. კი ბატონო. და მოდი დავიწყოთ იმაზე საუბრით თუ რა ეტაპია ახლა შენს კარიერაში, იმიტომ რომ თითქოს ხარ ჭრდილში, მაგრამ თან წეგან მეუბნებოდი რომ რაღაც გეგმები გაქვს წინა საახალწლო. პაუზა. ეს ნებაყოფლობითი პაუზაა თუ რაღაც გარემოება? ყველანაირი, ალბათ მიეწყო აი კოვიდის შემდეგ, ბავშვის გაჩენის შემდეგ, ის რო წასული ვიყავი დიდხანს, პერიოდიც რაღაცა ისეთი არეული იყო და ალბათ განწყობისაც, არ ვიცი, აი ყველაფერი ერთად, აი როდესაც რაღაცა აი ამ პერიოდში სხვათა შორის მქონია რამოდენიმეჯერ ცდილობები, რაღაცები მიმუშავია რაღაც პროექტებზე, სიახლეებზე, ჩამიწერია სიმღერები, შემდეგ გავჩერებულ ვარ, აღარ გამიკეთები, აღარ მიმიყვანია ბოლომდე. რატო? იცი რა არის, თან აი ყველაფერთან ერთად, ვიკა, როდესაც გროვდება ეს დრო, როდესაც თქვათ რაღაცებს იყავი ამ მაგამდე ძალიან აქტიური და შემდეგ დაგროვდა დრო, რომ არ გამოჩენილ ხარ დიდხანს. ალბათ ფსიქოლოგიურადაც არის მომენტი, რომ გინდა რომ რაღაცა საოცრება შექმნა და არ არის ესე, ხო? აი არ გამოდის. აი უნდა სადო პირველ და მე რაღაცა ეთყობა. ხო, მე რაღაც ეთყობა, აი ცოტა კომპლექსებში ჩავიძირე, იმიტომ რომ რაღაცა ალბათ ესეთი. ხო არ გწნობ თავს უკვე ამ პაუზაში. კი, ალბათ და ესე მირჩევნია რაღაცნაირად. ვერ ვიტყვი რომ ეს რაღაც იმდენად მძიმე ფონია, რომ ფსიქოლოგიურად ხო რო არ მიმღერება, ვერ ვიტყვი მაგას. სამღერება ვიღაცას არ სცენაზე აღარ გაესვლება, იმიტომ რომ არ აქვს ამის განწყობა. არა, განწყობის ამბავი როგორ არ არის, მაგრამ სიმღერა იმდანაც ჩემია, რომ აი შემიძლია ხოლმე რომ მართლა აი მანქანაში მოვდივარ და ხანდახან ჩემთვის მღერი, აი უბრალოდ ინსტრუმენტალს ჩავრთავ და ჩემთვის მღერი და სხვათა შორის მანქანები მიჩერებენ მე, იმიტომ რომ ძალიან ისე ხმამაღლა და ეს მთელი ემოციით და შემართებით მღერი, რომ მე მიჩერებენ როგორც სცენაზე, იმიტომ რომ მოთხოვნილება მაქვს ახლა მართლა ძალიან პატარაობიდან მღერი. მე სხვათა შორის შენი ხმა მესმოდა ხოლმე საცობში, აი იტალიური რო შეასრულე. აი რაღაც მომენტებში ახლა შუქნის შანთან ვდგავარ და ყველგან მესმის რომ შენ სადღაც სხვადასხვა მანქანებში მღერი. მთელი რეპერტუარი ვარ წარმოდგენილი მანქანით და იმას ვამბობდი რომ ამიტომ აი ეთყობა რაღაც იმის მოლოდინში ვარ რომ რაღაცა კარგი მინდა რომ გავაკეთო და ველოდებოდი. თუმცა რამოდენიმე ეხვა ნამდვილად მე მგონი ეგ ეტაპი გადალახული მაქვს, იმიტომ რომ მაქვს რაღაც სიმღერები, რომელიც უკვე ჩაიწერა, რომელსაც ვაპირებ რომ გამოუშვა. ორი ახალი პროექტი იქნება.
ჯერჯერობით მაინც აი ესე წინასწარ არ მინდა ხოლმე ვთქვა, იმიტომ რომ მე რაღაცა რო არ გამოვიდეს, ჩემ თავს ვაბრალებ ხოლმე, რომ აი წინასწარ რაღაცნაირად ავფორი აქტი და შემდეგ აღარ გამოვიდა. ამიტომ არის ახლა და მგონია რომ ახალ წელს უახლოეს პერიოდში ერთ-ერთი ტრეკი აუცილებლად გამოვა. საქართველოში მუსიკა და პოლიტიკა რაღაცა ზედმეტად ყოველთვის იყო ახლოს და ფიქრობ თუ არა რომ პრინციპში მარტო საქართველოში არ არის ასე და ფიქრობ თუ არა რომ შესაძლოა ამ გარემოების მსხვერპლიც იყავი შენ? კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ზოგადად ამ ქვეყანაში არის ეს რომ ჩვენ სფეროზე ძალიან დიდი გავლენა აქვს პოლიტიკა სახელმწიფოს, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცნაირად ეს სფერო სუბსიდირებული იყო მაინც სახელმწიფოს მიერ, ყოველთვის რაღაცა თითქოს აი ფინანსურად დამოკიდებული ხარ. თუ აი სახელმწიფო კონცერტებში არ მიიღე მონაწილეობა, ერთადერთი აი ეს არის, ხო, რაზეც ან მაშინ უნდა იყოს პარტიულად, რა თქმა უნდა. მაგას პირდაპირ არიან ხა არ მინდა უბრალოდ სხვა ადამიანები უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო და ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც გაუკეთებია კონცერტი და პირდაპირ მითხრა, რომ როდესაც გავაგზავნეთ, თქვათ სია უკან მოგვივიდა გადახაზული, რომ სოფო ნიჟარაძე და კიდე რამოდენიმე არ მინდა უბრალოდ ძალიან ცნობილი მომღერლები იყვნენ ასევე გადახაზულთან. ჩემი მივხვდა ვინ შეიძლება იყოს, ვინც არის პროტესტის ავანგარდში, პროტესტის მონაწილე ყოველ შემთხვევაში. ან შეიძლება სულაც არ არის ესე ხმამაღალი, ესე ვთქვათ, მონაწილე ამ პროტესტის უშუალოდ, მაგრამ აქვს სხვანაირი პოლიტიკური გემოვნება ეს. მაქებარი არ არის. მაქებარი არ არის. მაგრამ ეს ყოველთვის ასე იყო სოფო. კი, ყოველთვის არის და ალბათ იქნება, იმიტომ რომ მაინც მოვდივართ აი მენტალიტეტი არის შესაძლებელი ალბათ რომ აი ყოველთვის იყვნენ პრივილეგირებულები ამ სფეროს წარმომადგენლები. და ხშირად გამიგია შენზე რომ იყავი პრივილეგირებული. ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან ფიქრობ რომ იყავი პრივილეგირებული და როგორი იყო მაშინ შენი აღქმა ამ ყველაფრის მიმართ და თან გავითვალისწინოთ რომ 2012 წელს ეს მთავრობა რომ მოვიდა მახსოვს რომ ის მუსიკოსები რომლებიც ახლა სულ მუდმივად სცენაზე დგებიან, ანუ უსასრულოა ეს არ თავდება ეს მართლაც პრივილეგიები, მახსოვს რომ მაშინ საუბრობდნენ როგორ ისინი კენსელდებოდნენ მართლა ყველაფრიდან. ნამდვილად ვერ ვიტყვი ვერაფერს, იმიტომ რომ მე არასდროს მქონია, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა, რომ არასდროს მქონია არანაირი შეხება არც ერთ ორგანიზაციულ საკითხებთან აბსოლუტურად. საერთოდ არ ვიცი ვის როგორ ეძახდნენ თუ არ ეძახდნენ ამა თუ იმ კონცერტებზე, მაგრამ მე პირადად ჩემზე შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცნაირად თითქოს აი მაყვედრიდნენ ბევრ ხშირ გამოჩენას, თქვათ იგივე ეკრანზე, ან თეატრშიც, თქვათ აი ქეთო და კოტე თუ ვერისუბანი, აი ეს ორი დიდი პროექტი, რომელიც იყო აი სულ მესმოდა რომ აი რაღაცა ის ბევრი ფული დაიხარჯა სოფოს კაბაზე, რომ აი რაღაც რამოდენიმე მილიონი დაჯდა სოფოს ქეთო და კოტეში პეპლებიანი კაბა და ნუ აი შიგნით ვინც იყო ჩახედული ხო ძალიან კარგად იციან რეალურად რა სიტუაცია იყო და ის რომ ნამდვილად აი ჩემთვის პირადად არაფერი არ გაკეთებულა, ისე რომ აი მე ჩამეთვალა რომ აი ეს იყო ჩემთვის გაკეთებული თქვა პროექტი, ეს იყო ქვეყანისთვის, რომელშიც მე ვთვლიდი რომ ვიყავი ერთ-ერთი მონაწილე, იმიტომ რომ ეს არ იყო ჩემზე მორგებული, თუმცა რა თქმა უნდა მე ვიყავი ერთ-ერთი ესე ვთქვათ ძალიან ინიციატორი რომ ქართული მიუზიკლები ყოფილიყო საქართველოში და ეს უნდა ყოფილიყო და გაგრძელებულიყო და ეხაც რომ ხედავდე რომ თქვათ აი იგივე იმ თეატრებში რომელიც მაშინ შენდებოდა აი ესე დაგრუზული გრაფიკი იყოს ეხლა და თუნდაც მე არ მონაწილეობდა ძალიან გამიხარდებოდა. და იმ კოლეგებთან ვინც არის საპირისპირო ბანაკში გაქვს ურთიერთობა, კომუნიკაცია? კი, ნუ იშვიათად რა თქმა უნდა თუ სადმე შევხვდები, რა თქმა უნდა მაქვს. ეს მეგობრობა? არა, მეგობრობას მე ძალიან ცოტას ვეძახი მეგობარს, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ
მეგობრობა კიდე სხვა რაღაცაა, მაგრამ კარგი ნაცნობობა გვაკავშირებს ბევრი ისეთ ადამიანთან, რომელსაც სხვა პოლიტიკური აზრი აქვს და სხვა, ესე ვთქვათ, სამწუხაროდ ესეთ რო გვიწევს ამაზე ლაპარაკი არ არის სასიამოვნო ჩემთვისაც, იმიტომ რომ მე საერთოდ არ ვარ კონფლიქტური ადამიანი, მაგრამ სხვა ბანაკშია და ეს ვიცით, თქვათ და ჩემგანაც მოდის ესე ვთქვათ ეს ვაიბი, რომ არ მინდა რომ რაღაცა აი ამაზე შორის დავაკვირდი, რომ მუსიკოსები, მომღერლები იმ კოლეგებს, ვინც არიან საპირისპირო ბანაკში, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს, მაინც რაღაცა ინდობენ მათ, არაკრიტიკებენ, კოლეგებს ეძახიან, აი ჟურნალისტებისგან განსხვავებით, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, სამოქალაქო სექტორში მყოფი ადამიანებისგან განსხვავებით. აი მე მაგალითად შემიძლია ძალიან ხიად ვთქვა, რომ იმედის ჟურნალისტებს, მაგალითად რუს პროპაგანდისტებს ვეძახი. ვაკვირდები, რომ რბილად აფასებ იმ ადამიანებს, ვინც მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ რუსულ რეჟიმს უჭერს მხარს. მოდი მე ვიტყვი. კი, არა, მე გეთანხმები აბსოლუტურად. მე პირადად ჩემზე ვიტყვი, რომ აი შინაგანად ძალიან მინდა დიდი სურვილი მაქვს, რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, რომ ეს არ გახდეს, ვთქვათ, როგორ გითხრა, ეს სფერო არ იყოს გავლენის სფერო, მთლიანად იყოს გათავისუფლებული და მე არ მეშინოდეს, რომ თქვა, რომ არ მომწონს ეს რეჟიმი. სხვას არ ეშინოდეს და არ იყოს მიბმული, თქვათ, აი იმაზე, რომ აი მე რომ ეხლა ეს ვთქვა, მე აღარ მექნება არც კონცერტი, არც შემოსავალი, არც არაფერი. იმ ადამიანებს, ვინც მაშინ ზუსტად აი ამ კულტურის ავანგარდში იყავით, შეგეძლოთ აი ეს მოგერღვიათ აი ეს ბარიერები პოლიტიკასა და ვიღაც დაბლოკილ მუსიკოსებს შორის. ქონდათ ამის რესურსი? კი, და იყო შემთხვევები, როდესაც მე პირადად მიმიღია ამაში მონაწილეობა, იმიტომ რომ ძალიან გამიპროტესტებია. ახლა რო მკითხონ, რომ აი შენ სად იყავი თუ რაღაცა, ჯერ ერთი მე არ ვარ ის, რომ აი ყველაფერი Facebook-ზე ვპოსტო, მაგრამ ანუ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი და ამ სფეროში ძალიან ცნობილი ადამიანები აი დამემოწმებიან, რომ ნამდვილად იყო ესეთი, როდესაც გამიგია, მქონია რეაქცია ძალიან მწვავე. სრულიად არაჩვეულებრივი შენი შვილი ალისკაზე მინდა გკითხო, როგორ შეცვალა ალისამ შენი ცხოვრება და ზოგადად დედობამ შეცვალა თუ არა? უწრფელად რო ვთქვა, ვფიქრობ ხოლმე, რომ აი აქამდე რაც იყო ჩემ ცხოვრებაში, აი როგორ ცხოვრობდი და საერთოდ აი რა პერიოდი იყო, სანამ არ მყავდა ალისა. იმდენად შეცვალა ჩემი ცხოვრება და რო არ მყოლოდა რა მეშველებოდა, საერთოდ აი როგორ ვცხოვრობდი მის გარეშე. იმდენად აი ამ 5 წელმა გადაწონა ის მთელი ცხოვრება, რაც გამივლია იქამდე, სანამ მეყოლებოდა შვილი. რაღაცა აი საოცარი შეგრძნებაა და ალბათ ის კარიერული თქვათ აი პაუზაც კი და ყველაფერი არაფერს ესე ვთქვათ ისეთი სტრესით არ გაუვლია, იმიტომ რომ მე მაქვს რაღაცა ეხლა სხვანაირი ფუნქცია შეთავსებული, რომ ვარ დედა, ესე ვთქვათ და როგორი დედა ხარ? მეგობრული, დამთმობი. დაგყავს ბავშვი სკოლაში, ვხედავ ხოლმე ვიდეოებს, ვადევნებ თვალყურს. და აი თვითონაც ჩემზე ძალიან მოწეპებულია, იმიტომ რომ აი სულ მასთან ძალიან დიდ დროს ვატარებ ბავშვთან, ძალიან. და მამას გავს ძალიან, როგორც ხვდები? ხასიათით? ხასიათით არა. ხასიათით თითქოს მამას გავს, არა? ხასიათით ძალიან. რაღაცნაირი აი ერთხელ ვადევნებდი თვალყურს დაბადების დღეზე რომ ვიყავით და ყველგან იყო, რაღაც მოახერხა რომ 5-10 სხვადასხვა წერტილში ყოფილიყო და მე ვთქვი ეს მიშაა, ეს ბავშვი პატარა მიშა. კი, ძალიან გავს აი ხასიათითაც, აი რაღაცა ძალიან დეტალურ რაღაცებს რო დაუკვირდე, აი ხელის მოძრაობით თუ აი სიარულით, ადრე კიდე უფრო ძალიან გავდა გამოხედვით, თქვათ რაღაცა და ხასიათით უპირველესად, ხო. და არის მოლოდინი რომ ალისამ ბევრი ენა უნდა იცოდეს? კი, როგორც მამა ჩემო, ისე უნდა ვიცოდე, ბევრი ენაო მეუბნება. სიმღერის ნიჭი აქვს? თავიდან მეგონა რომ არ ქონდა. დარწმუნებული ვიყავი რომ მიშასავიტყრო იყო, მაგრამ აღმოაჩნდა ცოტა მეც რაღაცა მონაწილეობა მიმიღია იმაში რომ ბავშვს რაღაცა მაინც გადავეცი ცოტა
მუსიკაზე დადის სხვათა შორის. თვითონ მოინდომა ფორტეპიანო, მოდის მასწავლებელი და უკვე ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს, ესე ვთქვათ. და ჯერჯერობით მაინც პატარაა იმისთვის, რომ მივხვდე, მაგრამ უფრო ხვდები, რომ არ აქვს ინტერესი, რომ მე მაგალითად ჩემი მშობლები ეგრევე მიხვდნენ, რომ მე ძალიან მქონდა დაბადებიდან აი ამის ინტერესი კი არა და სიმღერის გარდა საერთოდ არაფრის გაკეთება არ მინდოდა. და ამას ესე არა აქვს. მაგრამ აქვს მონაცემები. ხო. კი. და შენ ალბათ ცდილობ რომ რაღაცა ასწავლო შენი. არა, როგორ ასწავლი ალისას, ვერაფერსაც ვერ ასწავლი, საერთოდ არ უნდა ჩემი ხმის გაგონება, როდესაც ერთად ვიწყებთ სიმღერას, შენ არაო, მეუნება მაჩერებს. არ მოწონს, აი ოდნავ თუ გადავფარე მისი ხმა, უკვე აი ერორდება იქ, საშინელება ემართება, გაჩერდი შენ არა. თვითონ უნდა რომ იყოს თავარ როლში ამ ყველაფრის. ცოტა მოწონს ოღონდ როგორც ბღერი და არ უნდა რომ ანუ როგორც დედაჩემი როგორც მეუბნება აიო ნახეო რომ მოწონსო და იმიტომ არ გამღერებსო შენო ჯერ ხდება რომ შესაბით ვერ აკეთებს ხო და მე მესმის ალისას იმიტომ რომ აი ხლა უნდა ვაღიარო რომ ადამიანი რო დგას სცენაზე და ეს რომ მიკროფონთან რომ მივა და ხმას რომ ამოუშვებს, აი შურით ვკვდები. მართლა სიამოვნებს, მაგრამ ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ვისურვებდი რომ მქონდეს. აი ხო, შეგრძნების დონეზე საოცრება, მაგრამ აი გულწრფელად გეტყვი რომ ხანდახან მიფიქრია რომ აი ნეტა არ მღეროდე მეთქი. ბევრი რაღაცამა გადალახული ამის გამო ვიკა, ძალიან ბევრი რაღაცა დათმობილი მაქვს. ალბათ ისიც რომ ჩემი რაღაც დასაწყისი ამ კარიერის ისეთ ქვეყანაში მაგატარებული რომ ორმაგად კიდევ უფრო სტრესული იყო. რუსეთში ცხოვრობდი, მოსკოვში ვიყავი და არ იყო მარტივი. ძალიან რთული იყო და ისეთი რაღაცები მაქვს გავლილი, რომ სუდად მახსოვს შეიძლება პატარა ასაკში. მოსკოვი როგორი ქალაქია? ძალიან ძიმე, აურის და ცი როგორი ხალხია, თან ჩვენ სფეროშიც არის ძალიან ბოროტი ხალხი. ეხა უბრალოდ იმდენი წელი გავიდა, რომ იმ ემოციით ვეღარ ვყვები უბრალოდ, თორე ისეთი სტრესი მაქვს გავლილი. და კომპენსაცია არ იყო შემდეგ საქართველოში რომ ჩამოხვედი? კი, რა თქმა უნდა, იყო. აი რაღაცა თქოს მეჩვენება, რომ შენ კარიერამ ბევრი სტრესი მოგაყენა. აი, როგორ არ იყო სტრესული იყო და ეხლაც არის და მაგრამ მაინც ამის გარეშე არ შემიძლია და ეს არის ჩემი მთავარი პროფესია. მანქანაში სიმღერა გირჩევნია. მანქანაში სიმღერა მირჩევნია. თავისუფლად მაინც უგრძნობ თავს და ჩემს ესე ვთქვათ ეგოს რაღაცნაირად ვაწყნარებ, რომ მე ჯერ კიდევ შემიძლია რომ მეორე ოქტავის ფა თავისუფლად ავიღო. რომელია მითხარი მეორე ოქტავის ფა? აი ხეხლავე. არა, ეხლა ვერა. ალისას პრაქტიკულად მამა ყავს რამდენჯერმე ნანახი. თუმცა ის სულ შენ დეპი. არა, ბევრჯერ ყავს ნანახი. მართლა, რამდენჯერ ყავს? ბევრჯერ. ჩვენ მე დამყავს მიშასთან სანახავად. თვეში რამდენჯერ? თვეში ერთხელ, ორჯერაც ყოფილა შემთხვევა, როდესაც გვინახავს. ეს ვივამეთში ყოფნის დროს უფრო მქონდა შესაძლებლობა. და ძალიან კარგად ახსოვს და ძალიან კარგად, ანუ ძალიან უყვარს მამაზე, აი მართლა ერთხელ მითხრა კიდევაც, რომ მე მიშა უფრო მიყვარს ვიდრე შენო და გავბრაზდი. და შენზე უფროსიაო და მაინც მაგიტომ გამონახა რაღაცა დიპლომატი. როგორ უნდა გაემართლებინა, შენზე დიდიაო და მაღალიაო და მაგიტომ. სახელი მიშამ შეურჩია, ხო? და როგორია მათი შეხვედრები, მომიყევი, მაინტერესებს. მე ესეთი მიშა სხვა დროს არ მინახავს, არ ვიცი. აი, სულ სხვანაირია ალისასთან ეტყობა, მაინც უფრო აი სხვანაირ ასაკში გაჩნდა ეს ბავშვი, გოგო და რო ეთამაშება, მართლა მგონია, რომ სხვა ადამიანს უყურებ.
იმიტომ რომ მეც კი ვერ წარმომედგინა, რომ მიშა შეიძლება იჯდეს ალისამ თმებზე თავისი ბანტები უკეთოს და ეს რაღაცა სისულელებზე ელაპარაკოს დაწვრილებული ხმით ან რაღაც აი ესეთი კისერზე შემოისვას თქვათ და რაღაც ცხენობანა ეთამაშოს და მე აბსოლუტურად მაყურებლად ვარ ხოლმე მათთან ერთად, იმიტომ რომ მთლიანად მთელი დრო ბავშვთან ურთიერთობაში და ძალიან სიამოვნებს თვითონ. და გეკითხება ხოლმე რა სკოლის მიღწევებს, აინტერესებს ეს ამბები? რა თქმა უნდა, მთელი პირველი წერილი რომ წერს, პირველი მაგით იწყება, რომ აბა რა მოხდა ალისამ, აქ წაიყვანე, იქ წაიყვანე, მავალებს რომ თქვათ რაღაც ბევრ აქტივობებში ჩავრთო 5 წლის ბავშვი და ვეუბნები რომ ჯერ ძალიან ადრეა, თქვათ იგივე, იმიტომ რომ ახლა თქვათ ფორტეპიანო რო დავიწყეთ და ბაღში ასევე აქვს ბალეტი, აქვს რაღაც ფეხბურთი, სპორტი. კიდევ უნდა რომ ბევრ არა, უფრო აი სპორტული უნდა რომ იყოს, იქ ციგურებზე უნდა რომ იაროს, ცურვაზე უნდა რომ იაროს, ტენისზე უნდა რომ იაროს, ახალი ენა დაიწყოს კიდევ და ესეთი რაღაცეები. და ძმებთან აქვს ურთიერთობა ალისას? კი, უფროს ძმასთან ნიკუშა ძირითადად სუწასულია და მოგზაურობს და ედუარდი როდესაც ჩამოდის ისიც ასევე წასულია, მაგრამ როდესაც ჩამოდის, კი ყოფილა ჩვენთან რამოდენიმეჯერ და ძალიან თბილი და ძალიან კარგი ადამიანია და ალისასაც ძალიან უყვარს და სხვათა შორის სულ აი რაღაცა AI-ის ვიდეოებს რო ნახულობს რაღაცეებს უკვე ის იცის რომ ესო ედუარდმა გააკეთა, ედუჩამ გააკეთა ესო. ყველაფერს ამბობს რომ ედუჩა აკეთებს ამას. იმიტომ რომ იცის რომ AI-ზე მუშაობს ედუჩა და ამიტომ სულ მაგას ამბობს რომ ეს ჩემი ძმის გაკეთებულია იცახის. სკოლა შენ შეურჩია თუ მამამ ალისას? თუმცა ნახე ბებიას ყავდა წაყვანილი. კი. როგორი ურთიერთობა აქვს ბებიას და ძალიან კარგი. მეგობრული და ყველაფერს რასაც გააკეთებს, ან იმღერებს, ან რაღაცა თავის მიღწევებს ძალიან უნდა რომ გაუზიაროს გიულის და ეს გიულის ჩაუგდე, ეს რაღაცა ვიდეოებს უწერს და ელაპარაკება და ვიდეო კოლით ურეკავს სულ და გიული ნახე მე ეს გავაკეთე და ეს ძალიან ხშირად მოდის, ალისაც მიდის და არაჩვეულებრივი ბებია, გადაყოლილი ნამდვილად. აი, რა თვისებებს ისურვებდი ალისასთვის, მიშასგან და შენგან? და პირიქით საინტერესო რას არის სურვებდი რომ მიშას იქონდეს და შენი არ ქონდეს? სულ სწრაფობას მიშასას, რომელსაც ხედავ რომ აქვს ამოვიღებდი. თავშეკავებულობას ჩემსას და თმენის ეს უნარიანობას ჩავსვამდი და დანარჩენი აი ეს არის ალბათ მთავარი, იმიტომ რომ სულ სწრაფობის გამო ბევრი შეცდომა მოზდის მიშას და მე ესე ვთქვათ თავშეკავებულობის გამო ბევრჯერ მიფიქრია რომ სწორად მოვიქეცი, იმიტომ რომ ჯობდა ესე გამეკეთებინა და სიფიცხე აქვს ასევე მიშასი, ამასაც ალბათ ამოვიღებდი. ჩემი თვისებებიდან რა შეიძლება კიდე? მე თვითონ არ ვიცი. რა ჩემი თვისება შეიძლება ისეთი ჩავსვა, რომელიც ეხლა თვითონ არ აქვს, რომ უფრო და აქვს კარგი გავხადო, ხო? და ძალიან ბევრი კარგი ჩვევაც აქვს. აი მაგალითად იგივე აი ეს მიშას აქვს სხვათა შორის და ალისასაც აქვს, რომ რაღაცა შეიძლება გაწყენინოს, მაგრამ მეორე წუთში არ ახსოვს და ეგრევე მოგიბოდიშებს. მიშა ასეთია? მიშა ესეთია, კი. შეუძლია ვითომ არაფერი საერთოდ და მე თუ თქვათ გაახსენე რომ მე ვარ ეს რომ შემიძლია რომ გავახსენო მე რაღაცა იწყენა რომ აი შენ რო ესე მე მოიბოდიშებს აუცილებლად. სხვათა შორის ახსენე წეღან რომ სიფიცხე რის გამოც მიშამ ბევრი შეცდომა დაუშვა საქართველოს ჩამოსვლაც იყო შეცდომა შენი აზრით? მას იმდენად უნდოდა დაბრუნება, რომ რა ვიცი. ალბათ იყო, ხო, იმიტომ რომ ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არ ვისურვებდი, რომ იქ იყო სადაც არის ახლა და ეს გამოიწვია მისმა ჩამოსვლამ, მაგრამ მას ძალიან უნდოდა დაბრუნება. მართლა ისე უნდოდა, რომ
სულ ამაზე ლაპარაკობდა, რომ ესიზმრებოდა მისი პეკინის სახლი, სადაც გაიზარდა და დაიბადა და გაიზარდა, რომ არ შეუძლია, რომ საოცრად ენატრება აქაური ყველაფერი აბსოლუტურად და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და ახლა რომ ციხეშია უბრალოდ აღარ მინდა რომ ამაზე ბევრი ვილაპარაკო, იმიტომ რომ მე რო გამოვა აუცილებლად მექნება მაგის შესაძლებლობა, რომ ვუთხრა რა იყო შეცდომა და რა არ იყო, მაგრამ ახლა მე მგონი რომ პირიქით გამხნევებაა საჭირო ჩვენი მხრიდან და არა იმ შეცდომაზე მითითება, რაც შესაძლოა დაუშვა. და ზოგადად მიხეილ სააკაშვილის საქართველოში არაერთგვაროვან ემოციებს იწვევს. სრულიად არაერთგვაროვან, ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან უყვართ და ძალიან სძულთ. მე არ ვიცნობ ადამიანს, რომლისთვისაც აი სულ ერთია სააკაშვილის ფიგურა, ანუ ყველა დიდი ფიგურა არის და იმიტომ. როგორია ზოგადად ცხოვრება ამ სიტუაციაში, როცა ეს სახელი შენთან არის დაკავშირებული და შენ როგორც ალისას დედა გრძნობ ამ დამოკიდებულებას, მაგალითად შენთან მიმართებაში, არ ვიცი, ქუჩაში თუ საზოგადოებაში. მხოლოდ პოზიტივს და მხოლოდ სიყვარულს და თანადგომას და ძალიან დიდ სითბოს. იმიტომ რომ მე უბრალოდ ახლა მარტო როგორც ესე ვთქვათ, ისეთ შეკრებებზე აღარ დავდივარ ფაქტობრივად, სადაც ერთი ბაბლია, თქვათ, შეკრებილი, აი ძალიან ბევრ სხვადასხვა ადამიანებს ხვდები და მხოლოდ დიდ სიყვარულს და სითბოს გრძნობ ამ ადამიანებისგან ქუჩაში, მაღაზიაში, მარკეტში, რესტორანში, პარკში, სკვერში, ყველგან, აბსოლუტურად. ექსცესები არ ქონია, მოკლედ. არანაირი. პირიქით, სულ შემიძლია ბევრი კარგი და თითქმის დღე არ გადის, რომ მე ეს პოზიტივი არ დავინახო ადამიანებისგან და ეს არის ალბათ, რაც ძალიან მაძლიერებს და ეს სოფო ნიჟარაძისადმი დამოკიდებულება არის. შენ ხარ ძალიან ასოცირებული სააკაშვილთან, როგორ ფიქრობ? და პირველ რიგში ეს მოდის არა, მოდის ერთად სოფო რომ მოდის, ახსენდებათ მიშა. სოფო რომ მოდის პირველ რიგში მოვდივარ მე და შემდეგ რა თქმა უნდა მიშა ახსენდებათ ხა. როცა დიდი ჰეიტია ზოგადად და შენს მიმართ ამ ტიპის დამოკიდებულება არის, აი ეს როგორ მოახერხე თითქოს რომ არ გადავიდა ეს შენს მიმართ. არა მარტო როგორც მომღერლად მიცნობენ, ხო, აი იგივე დიდ პროექტებში, როდესაც მქონდა ურთიერთობა ხალხთან, ჟიურის წევრი ვიყავი, ჩემი შეფასებით თქვათ და ჩემი დამოკიდებულებით, ხო, შეიძლება ეს რაღაცა ბენეფიტები დავიგროვე, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვთვლი რომ რაღაც განსაკუთრებული ისეთი რაღაცა გავაკეთე, რამაც ესე თქვათ მომიტანა ეს სიყვარული. ვერ ვგრძნობ იმას, რომ აი მიშას გამო უცხოს ქონია ჩემს მიმართ რაღაცა სუდად შემოუხედავს. მე რასაც ვუყურებ სოციალებში, შენზე ეს სიძულვილი არ ვრცელდება. აი რაღაცნაირად მაინც მოახერხე, რომ დაიცავი შენი შვილი ამისგან. შენ ამბობ, რომ ხარ თავშეკავებული, არავის არ ესხმი თავს, არ გამოირჩევი დიდად აქტიურობით სოციალებში. შესაძლოა ამის გამოც არის, რომ დიდად არ გჯიჯგნიან. შეიძლება და მართალი ხარ, რომ ალბათ ეს შვილის დაცვა და პასუხისმგებლობა იყო ჩემი მიზანი. ქოც მეგობრებზე მინდა გითხო. აბა. აი ყავას დალევდი ქოცთან ერთად. როგორც ვამბობ, მე მეგობრობა სხვა რაღაც ფენომენია ჩემთვის. არსებობენ, კი, როგორ არ არსებობენ ეგეთი ადამიანები, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა მქონია, მაგრამ ახლა განსაკუთრებით აი ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მე მხოლოდ ისეთ ადამიანებთან შემიძლია ყავაზე და აი გულწრფელი საუბრები და ასე შემდეგ, რომლებთანაც ბევრი საერთო კვეთა მაქვს, არა მარტო პოლიტიკური, არამედ აი საერთო ღირებულებები უნდა გქონდეს ადამიანთან, განსაკუთრებით რაც უფრო ასაკი გემატება,
უკვე აღარ ირჩევა არც ახალ მეგობრებს, არც ისეთ მეგობრებს, რომლებთანაც თქვათ რაღაც კონფლიქტი შეიძლება რამე თემაზე მოხდეს და ასე შემდეგ. უმთავრესად რა თქმა უნდა ახლა პოლიტიკური საკითხი ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს რეალობაში და ქვეყანაში უმთავრესია, რაზეც შეიძლება კონფლიქტი რამაც შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს თუნდაც ძალიან ახლობელ ადამიანებს შორის, ამიტომ მე რა თქმა უნდა ამას ვირიდებ და მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრებთან შემიძლია, ვისთანაც თავარი კიდევ ერთხელ ვამბობ, ღირებულებები გვაერთიანებს. უკონფლიქტო იყავი ყოველთვის? კონფლიქტები მქონია, რა თქმა უნდა, ხო ვინ ადამიანი არსებობს ისეთი, რომელსაც კონფლიქტის გარეშე მოუტანია, თან ახლა ჩემს სფეროში განსაკუთრებით, მაგრამ ისინი გქონდა, აი რომ ემართებათ ხოლმე ადამიანებს ძალიან დიდი კარიერის პიკში რო არიან, ქონია შენ? გსმენია, იმიტომ შენ რაღაცნაირად შენი ცხოვრება ვიღაცასთან ერთად არ შევიდა ოთახში, იქიდან ვიღაცა გამოაგდო. კი, აი ეგ არის იმდენად აბსურდი. მიშას დაურეკა და ვიღაცა დაბლოკა. და აი იმდენად აბსურდია, რომ აი ისეთ ბინძურჭორებზე რაღაც აბსურდი, რომელიც ისედაც მეგონა რომ არ დაიჯერებდნენ და არც პასუხობდი, მაგრამ აი ესეთ ჭორებზე ჩემი დიდი შეცდომა იყო, რომ არ ვუპასუხე, იმიტომ რომ არის ისეთი თემები, რომლებიც თქვათ ეგრევე ავისხლიტე, იმიტომ რომ აი ცუდად ხდებოდი, იმდენად სამარცხვინო რაღაცეები იყო და არ მინდოდა, იმიტომ რომ ვერ დავიჯერებდი, რომ ხალხმა შეიძლება ეს დაიჯერა. მაწუხებს ეს მართლა. ხდები რატო ხდებოდა? ესეც ხდებოდა მიხეილ სააკაშვილთან შენი ასოცირების გამო, სოფო და ხო, გავიგე, მაგრამ ხო არ შეიძლება ისეთი რა. ალბათ შეიძლება ეს მართლა რაღაცნაირი საბჭოური მეთოდია, რაც უფრო არარეალურში დაარწმუნებ ხალხს, უფრო დაიჯერებს რაღაცა ისე გავლენის მოხდენის ამბავში, რომ აი ესე რაღაც დააზომბო ისე, რომ აი იფიქრო, რომ აი რაც უფრო აბსურდში დაარწმუნებ, უფრო იჯერებს. აი ეს არის რაღაცა აი ძველი ესეთი საბჭოთა მეთოდი და აი ამას მართლა მქონდა ძალიან დიდი გავლენა იმდენად, რომ წეღან რო ახსენე, რომ დიდი ხანდახან მიფიქრია, რომ ნეტა სიმღერა უნარი არ მქონოდა. ალბათ ერთ-ერთი არის ეს, რომელმაც ხო, კი. აი რომ მკითხო, რას უფრო წინ ვაყენებ, თქვათ, ჩემს პირად ცხოვრებას და ოჯახს თუ კარიერას, სულ არ ვარ კარიერისტი, რეალურად. აი კარიერისტი რო ყოფილიყავი, შეიძლება სხვანაირად განვითარებულიყო ჩემი თქვათ შემოქმედებითი ცხოვრება. არ ვარ ამაზე ჩაციკული. და აი ამან რომ მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე რაღაცა ესე თქვათ კვალი დატოვა, ძალიან საწყენია. მათ შორის ძალიან დიდი კვალი დატოვა შენი და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობამ, მიუხედავად იმისა, რომ შენ ყოველთვის თავს არიდებდი შენს პერსონალურ ურთიერთობებზე საუბარს, ეს იყო ინტერესის საგანი. ბევრი გაიღებ შენ ამ ურთიერთობისთვის? ვფიქრობ, კი. კი. მოკლედ და კონკრეტულად რომ ვპასუხო, რა თქმა უნდა. და დღევანდელი გადმოსახედიდან ნანობ რამეს? არა. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რამეს ნანობს, იმიტომ რომ ყველაფერს ისე გააკეთებდი, როგორც გააკეთე. კი, იმიტომ რომ მქონდა იმის შესაძლებლობა თავის დროზე, რომ მეფიქრა და გადაწყვეტილებები ისე მიიმეღო. რომ არ ვიფიქრე, ან ვიფიქრე ცოტა, თუნდაც დაუშვი შეცდომა, ეს ჩემი შეცდომაა და უშეცდომო არ არსებობს არავინ. ზოგჯერ იყო იმპულსურად მიღებული გადაწყვეტილებები, მაგრამ მე როგორც უფრო გაწონასწორებული მშვიდი ადამიანი, ესე ვფიქრობ, რომ ვარ, რა თქმა უნდა, რაღაც ასაკში უფრო გააქვს, ხო? განსაკუთრებით, როდესაც პატარა ხარ და ახალგაზრდა ხარ უფრო, მაგრამ ახლა რომ კიდე უფრო მშვიდი გავხდი, ალბათ ეს ჩემი გამოცდილებაც არის, ბევრი რაღაცა ტკივილიც და ასე შემდეგ. მაგრამ შეცვლით მაინც არაფერს არ შევცვლიდი, იმიტომ რომ დღეს მე რომ ვარ ესეთი და მე რომ მყავს ალისა, მე რომ ბედნიერი ვარ, მიუხედავად ბევრი სირთულისა, რაც გარშემო დღესაც მაქვს, მთავარი ბედნიერება მყავს და იმ ყველაფერი ჩემი გავლილი წარსული ცხოვრების და შეცდომების და ყველაფრის მათ შორის დამსახურებაა, ამიტომ რა თქმა უნდა არაფერს არ შევცვლით. და ნაწყენი ხარ?
კი. მიშაზე. ნაწყენი ვარ ძალიან ბევრ ადამიანზე, რა თქმა უნდა წენა მიშასთანაც მქონია, მაგრამ მე უფრო ბევრი კარგი მახსოვს, ამიტომ არის ეს ის მომენტია რეალურად, რომელზეც მხოლოდ მასთან ვილაპარაკებ და აუცილებლად დადგება მჯერა ეს დრო, ან შეიძლება რაღაც ასაკში გადავწყვიტო რომ მემუარები დავწერო და აი იქ აუცილებლად დავწერ იმ ჩემს რაღაც განწყობებზე და გრძნობებზე, რომელიც დამივლია და სინამდვილეში ხალხს რო გონია რომ ყველაფერი იცის და რო აღმოჩნდება რომ არავინ შეიძლება არაფერიც არ იცის. აი აქ შეიძლება წარმოიშვას ბესტსელერი. თქვენი ურთიერთობა იმდენად აი უცნაური, გაუგებარი, რთული, მოკლედ, რომ ეს მემუარები იქნება, არ ვიცი, მართლა ბესტსელერი იქნება და თან იცი რას ვატყობ, აი ისე საუბრობ, შესაშური სიმშვიდით, გადახარშული და გადააზრებული გაქვს როგორც ჩანს ეს ურთიერთობა, არახარ ემოციური, ამას ვატყობ, ანუ რაღაცნაირად შეგიძლია რომ ამ ურთიერთობაზე ისაუბრო 7 ტონით, ეს სულ ასე იყო თუ ახლა? არა. რა თქმა უნდა, არ იყო სულ ასე, ხო უკვე შემიძლია, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს ალბათ რაღაც პერიოდები. რო გითხრა რომ რაღაცა განსაკუთრებით შევიცვალე, შეიძლება არა, მაგრამ აი დაღვინება რასაც ქვია აი რაღაცნაირად აი შევარჩიე სიტყვა და შენ თვითონ შემომეშველე აი ნამდვილად ესე მოხდა იმ ტიპის ურთიერთობები იყო რასაც ჩვენ ხედავდით თუნდაც ბევრი რამ არ ვიცით რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან დაღვინებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ ახლა აი იყო რო თქვი აი რაღაც მომხდა ძალიან მაგრამ და დავფიქრდი ახლა ხო არ ვიცით რა მოხდება რა სტატუსი აქვს მიხეილ სააკაშვილს შენს ცხოვრებაში ოჯახის წევრის სტატუსი ოჯახის წევრია ჩემთვის და ამ პატიმრობამ შეცვალა თქვენი ურთიერთობა რომ არა ეს პატიმრობა ფიქრობ რომ შეიძლება აბსოლუტურად არ ვიცი რა შეიძლება ყოფილიყო არ ვიცი და რომ დამთავრდება პატიმრობა აი მერე რა იქნება? აი მერე მისთვის იქნება ყველაზე საინტერესო ეტაპი ცხოვრებაში, ესე ვფიქრობ. რატო? აი ესეთი შინაგანი განწყობა მაქვს. და შენთვის? ჩემთვისაც. ხო თქვი რომ მიბმული ხარო და ასოცირდებიო. არ ვიცი ვიკა, ნახოთ რა იქნება, მაგრამ შინაგანად განწყობა მაქვს რომ ყველაფერი იქნება კარგად. მაგრამ შენ არ საუბრობ წარსულში. თქვენს ურთიერთობებზე relationship როწერია ხო single married რაღაცა partner it's complicated სუსტად ეკამპობია თქვენ ხართ complicated რა კარგია მოკლედ რაღაცა დავარქვით ამას სახელი და ეხლა მიშას ფიგურის მიმართ არის დიდი ინტერესი, მით უმეტეს ახლა როცა ის ციხეში გადაიყვანეს, ბრალი დაუმძიმეს და როგორი არის მისი განწყობა, როცა ნახულობ? ზოგადად ოპტიმისტია. თავისი ბუნებით ძალიან ოპტიმისტია, არის მხნედ და კარგად თუ შეიძლება ამას ესე ვუწოდო. ძალიან მხნეთ არის და შემართებით. რაღაცებს გეკითხება ხოლმე, ვინ რას წერს Facebook-ზე, ვინ რას აკეთებს? მეკითხება ზოგადად განწყობებს მეკითხება, აი თქვათ რა გადამხდა, თქვათ ვიყავი თუ არა სადმე, ვინმე რამე მკითხა თუ არა, ასე შემდეგ, აი ესეთ ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაზე მეკითხება. ხო, ისე სტატუსებზე და კონკრეტული ადამიანების რაღაც აზრებზე არა. ხოთაშორს აგერ კითხვად მაგ და პრინციპში ამაზე უკვე ვისაუბრეთ, ოდესმე გიფიქრია როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება, ხვალ რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს და ამაზე ისე ხშირად ფიქრობ ხოლმე? არ მიფიქრია. მართლა? არ მიფიქრია, ძალიან მინდა რომ გათავისუფლდეს, იმიტომ რომ
არ იმსახურებს ამას პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ალისასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ალისასთვის მამა არის გვერდზე ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა და ეს სურვილი ყველასი გარშემო არის, მაგრამ მხოლოდ ამის გამო არა, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს. რა იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა, როგორ მე მას თავარ რამეს ვიტყვი, რომ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ფიგურა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ, ეს ეპოქა მაინც დარჩება, ეს პერიოდი მაინც დარჩება ძალიან მნიშვნელოვან პერიოდად საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ ისეთი რამ შეძლო, რომ ძალიან ბნელი ქვეყნიდან გამოიყვანა, გააბრწყინა, ინტერესი გააჩინა და მან უშუალოდ ძალიან ბევრი ჩადო ამ ყველაფერში და თავის შვილივით გაზარდა. და ამიტომ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მისი ღვაწლი ესე ვთქვათ, აი ესე დაფასდა, მაგრამ მგონია, რომ სხვანაირად გადაფასდება აბსოლუტურად, იმიტომ რომ მე ამ განწყობებს ვგრძნობ, მე ამ განწყობებს ვხედავ, თუნდაც იმ ადამიანებში, რომლებიც უბრალოდ მოხდებიან, ყველა კითხულობს და ძალიან დიდ სიყვარულს ასევე გამოხატავენ მის მიმართ. ბოლოს მინდა კითხო, არსებობს პროექტი ან სიმღერა, ან როლი, რომელზეც ოცნებობ? რაზეც მიოცნებია ადრე იყო ეს ჯულიეტა და შესრულებული მაქვს. ეხლა უკვე ალბათ აღარ ვოცნებობ, ალბათ უკვე ოცნება ისეთი სიტყვაა, რომ ოცნებაც აღარ მინდა. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ არა, აღარ მიფიქრია აბსოლუტურად, იმიტომ რომ მინდა რომ რაღაც ისეთი შევქმნა, რაც ჩემი იქნება, თქვათ, და არ მექნება რაღაც გართულება, რაღაც მიზანი, ესე ვთქვათ, ესეთი როლზე არა მაქვს. შენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე გაიხსენე. ყველაზე ბედნიერი დღე, როდესაც ჩემი შვილი დავინახე. ვიცოდი ამას, რომ მეტყოდი. რას ნანობ ყველაზე მეტად? ესე კონკრეტულად მე არ ჩაგეკითხები, უბრალოდ მიპასუხე. კონკრეტულად ალბათ რამე ქმედებას ან რაღაც, არ ვიცი, ვერ გავიხსენე, ბევრი რამე შეიძლება იყოს ანანებელი, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, შეიძლება უშვებ ადამიანის შეცდომებს, მაგრამ ამის გამოსწორების შანსი რო უკვე აღარ არის, ჯობია ეს გაითავისო და აღარ ინანო. სიმღერა, რომელსაც ჩუმად უსმენ ხოლმე. ჩუმად რა სიმღერა. მე ისეთ რაღაცებს უსმენ, რომ ჩუმად მოსასმენი ალბათ მე მაგალითად ჯასტინ ბიბერზე ვგიჟდებ. გაირა. ჩუმად ოღონდ, ჩუმად უსმენ. რა ვქნა, ეს ბოლო სიმღერები რაღაცები მომწონს. ჩუმად რას უსმენ? რამე ტრეშებს არ უსმენ ხოლმე? არა. არ შეგიძლია. არ შემიძლია. ხო და იმაკეთ მიყავს ხო, როგორია რომ რაღაცა ტრეშს უსმენ. რა ვიცი. მე სხვადასხვა მეც არ ძალიან ტრეშებს მეც ვერ უსმენ, აი რაღაც მარშრუტკის სიმღერები, რა თქმა უნდა, არ შემიძლია. არა, მე მაგრამ პაპსა მიყვარს. არა, ჩუმად მოსასმენ სიმღერებს საერთოდ არ უსმენ, არ ვიცი. არ მახსენდება. ჩემი გემოვნებიანი, ეხა მანანა იტყო და ჩიქოპავა. რა გაბრაზებს ყველაზე მეტად ადამიანებში? ტყუილი. ხო, ძალიან ცუდია ტყუილი. სხვათაშორის უწყინარიც ღალატზე ცუდია ტყუილი. არა უშავს, თავარია მითხრას. აი ტყუილი არის ძალიან ცუდი რამე. აი კოცები იცი რატო არ მიყვარს? მატყუარები ვარიან. თქვენ რომ ღალატობენ სამშობლოს პირდაპირ აღიარენ რაღაცა უფრო არ გავუგებ, მაგრამ აი თან რომ იტყუებიან საშინელებაა. ყველაზე კარგი რჩევა, რომელიც ოდესმე მიგიღია. რჩევა. ხო. რთული კითხვა დავსვი. ძალიან. ბევრი გაგახსენდა თუ არც ერთი? ისეთი რამ გამახსენდა ფაქტობრივად, რაცაც არ დავუჯერა. მართლა? ხო, და ამიტომ ვერ ვიტყვი. ვინ გითხრა? მამაჩემ. როგორ მაინტერესებს. არ დაუჯერდა ეხა ნანობ?
ცოტა სინანული, უпростоრად კი არ ვნანობ, რომ დამეჯერებინა უკეთესი იქნებოდა. ნუ ზუსტად ვიცი რომ შენს პირად ცხოვრებას ეხება. შემდეგ კაი, ყველაზე ლამაზი მამაკაცი, რომელიც ოდესმე გინახავთ. ყველაზე ლამაზი მამაკაცი? ბევრი ლამაზი მინახავს. ცნობილი უნდა იყოს? არა. ლამაზი. ცოტა შერს კარგი ბიჭები გვყავს მსახიობები ჩვენ. იცი ვინ მახსოვს? ვინ? ყველაზე ლამაზ მამაკაცად. ძალიან პატარა ვიყავი და დავდიოდი ბორჯომში კომპოზიტორების სახლში დასასვენებლად. და მაგ დროს ბერიკებში იყო ახლა უკვე ცნობილი მსახიობი აპოლონ კუბლაშვილი, რომელიც რომ დავინახე, კი. რაღაცნაირია. მივხვდი რომ მისი სახელი რომ არ ყოფილიყო აპოლონი, მე დავარქმევდი. ვუთხარი ბევრი წლის შემდეგ რომ გახსოვს როგორი ლამაზი იყავი მეთქი და მითხა რომ ვიყავიო და არა ეხლაც მეთქი მაგრამ აი ის მართლა ახალგაზრდობაში რაც პატარაობაში ყმობაში ყმაწვილ კაცობაში რაც ლამაზეც ქონდა ეს იყო ნამდვილად დასამახსოვრებელი. კი ბატონო. შენი იდეალური დილა? იდეალური დილა ყავა, სიმარტოვე, სიმშვიდე და ტელეფონი ხელში. გიყვარს მარტოობა? კი. მოგზაურობა შეგიძლია მარტო? მოგზაურობა შემიძლია მარტო, მაგრამ მალე მბეზდება. ხა დიდხანს ვერ წავალ. ნიფთი რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ. ტელეფონი და დამტენი არ მითხრა. ეგ უნდა გეთქვა ხო? ხო. გასაღები. ტელეფონი ტუჩის ბალმი. სოფო, აი ეს რაღაც რო გიკეთია, ტიფანი ხო არ არის და 59,000 ხო არის? არა, არ არის. ესეც ბლიცისთვის. არა ხო? შენი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი? დედა. საუკეთესო ეს არ წარმოუდგენია, მაგრამ ეგრეა. საშინელებებსაც მეუბნება ხოლმე. მართლა? რა არ მოწონს შენში? არა, ყველას გონია, რომ ძალიან გავლენის ქვეშ არის ჩემი თუ პირიქით, მაგრამ და იდეალური ურთიერთობა გვაქვს მართლა, მაგრამ აი ესეც იტყვის ხოლმე ერთხელ ზოგჯერ წარეთ, რომ ის არის ყველაზე დიდი კრიტიკოსი, კი. მაგრამ სამართლიანათაც. მუსიკალურადაც გაკრიტიკე? მუსიკალურად ყველაზე დიდი კრიტიკოსი დოდო დიასამიძეა ჩემი. ხო. კი, აქ უნდა დიფერენციაცია, აქ სხვადასხვა მიმართულებით უნდა განვაზოგადოთ ეგ ორი მიმართვა. ხა მუსიკალურადაც შეუძლია შენიშვნა მომცეს რაღაცა. შენი საუკეთესო კონცერტი? იცი რა, იმდენად თვითკრიტიკული ვარ მე. მართლა, გულწრფელად. რომ არასოდეს არ მქონია განცდა რომ აი რაღაცა აი კარგად შევასრულე. მე არ მახსენდება ფაქტობრივად. არა, რა ვუსმენ. რო ვიგებ ჩემ ხმას გავრბივარ. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ვუსმენ ჩემ თავს, როდესაც ჩაწერის პროცესში ვარ, რომ მოვისმინო, აბა როგორ და იქ დამთავრდა. რატო არ მოგწონს? არა, ნუ მე ძალიან ცოტა მომღერალი ვიცი ალბათ. ნანი ბრეგვაძე მითხა, ეს ხო ყურებში ვიტანი ხელებსა ჩემთვის რომ ვუსმენ. ნანი. და როგორ შეიძლება, ხო, როგორ არა, ეს საშინელება არის. ვერც წარმოგიდგენია, რომ აი ეგ თქვას, მაგრამ ძალიან კარგად მესმის მის. მახსოვს ერთხელ გადაღებაზე, რომ და რა საშინელება არისო, გამორთეთო. რომამრა მუსიკა რა პროფესიის იქნებოდა? ექიმი. ქალი, რომელიც არის შენთვის ეტალონი. დედა. რისი გეშინია ყველაზე მეტად? სიკვდილის. შენი პერსონალური შიშები გაქვს თუ სხვა ადამიანად? ადამიანების. მეც ჩემი ყველაზე დიდი შიშია და ალბათ ყველასი და სხვათა შორის ყველაზე ბანალურია და ამიტომ ვიმშვიდებ თავს. შენი აზრით რა არის შენი მთავარი ღირსება? ღირსება ისე ღირს, რომ რაღაცა მგონია, რომ
თავი უნდა იქო თავი უნდა შევიქო. მე მომწონს რომ შენ აი ეხა პირდაპირ გეტყვი ძალიან მომეწონა როგორ საუბრობ რაღაც მაღლად გახარ რაღაც საკითხებზე ეს მომწონს შენში და მე მგონი ესა მე კი არ უნდა მეთქვი ხა შენ უნდა გეთქვა ამიტომ შენ თქვი რას ფიქრობ რომ არის შენში კარგი თვისება კარგი თვისება მაგ რამოდენიმე კარგი თვისება ისე ეხა რომ დავფიქრდი ერთგული ვარ მგონია რომ კარგი მეგობარი ვარ და ბევრი რაღაცის მოთმენა შემიძლია და რა კარგია სოფო გადასარევი გოგო ყოფილიყარ რა მეინტერესებს ბევრი მეგობრები ყავს კი ყავს სხვადასხვა სფეროდან აი სხვადასხვა აი ახლო ადამიანები ძალიან და უახლოესი მეგობარი საკმაოდ ბევრი მყავს. სიყვარული არის გააგრძელე ფრაზა. აი მე რა სახე გაქსოფო. რა არის სიყვარული შენთვის? ბევრი გრძნობების ერთობლიობა რომელსაც გააჩნია ეტაპები და დროის მიხედვით იცვლება. სხვადასხვა ეხლა გამახსენდა მიშამ დაწერა შენზე სტატუსი, ხო? ციხეში ყოფნის დროს. და სადაც პრაქტიკულად თქვა რომ კი ამბობ რომ complicated ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ ეს პრინციპში ამ სტატუსმაც კიდევ უფრო complicated გახადა თქვენი ურთიერთობა. მახსოვს რომ დაწერა შენზე სტატუსი და ეს იყო ვაუ, ბუმი იყო. იმიტომ რომ ძალიან მოულოდნელი იყო. ყველას ეგონა რომ თქვენი ურთიერთობა დასრულდა და აღმოჩნდა რომ მისთვის არ დასრულებულა. ეს სტატუსი შენ რომ წაიკითხე რა რეაქცია ქონდა? იცოდი რომ ეს სტატუსი დაიწერებოდა? არა. მომიყვნენ. არც გინახავს? არა. და არც წაგიკითხავს? მე როგორც გითხარი უკვე რაღაცა როცა მე მეხება საერთოდ არ ვკითხულობ და არც კომენტარს არ ვკითხულობ თუ ვინმემ რაღაც არ მითხრა ვერც გავიგებ საერთოდ რა დაიწერა ჩემზე იმდენად აი მათ შორის მიშას სტატუსი იმდენად ეს მაქვს ნამდვილად ჩაკეტილი მიშასთან ისედაც მაქვს ყოველდღიური მიმოწერითი ურთიერთობა და ვიცი ისედაც რასაც ფიქრობს და სტატუსით ვერ ველაპარაკები არა ნახე თქვენი ურთიერთობა თქვენია მაგრამ საჯაროდ ასე როცა დაიწერა ეს სტატუსი ბევრისთვის სიურპრიზი იყო მისი გამოხატულება იყო ესე იგრძნო ალბათ და მოუნდა რომ ეს საჯაროდ ეთქვა როგორც ხვდები ეს სტატუსი შენთვის მოულოდნელობა არ იყო. ალბათ იქიდან გამომდინარე იყო რაღაც ტიპის ურთიერთობის ახალი რეფრეში. არა, ალბათ იქიდან გამომდინარე რომ მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა. რა სამი ნიფტი მოგვიტანე? ეს არის ჩემი და მამაჩემის ბოლო ფოტო. არ მეკონა რომ ემოციური ვიქნებოდი ახლა ამაზე. მე ძალიან კარგად მესმის შენი. ძალიან ხვალ გადის, სხვათა შორის ახლა ეს არის როდის გავა, მაგრამ ხვალ გადის 12 წელი. ეს ბოლო ფოტო. ხო, ბოლო ფოტოა ერთად, თურქეთში ვართ გადაღებული. მაგ ჯერ კიდე კარგად არის. ხო მართლა არ მეგონა რომ ესეთ ემოციური ვიქნებოდი იმიტომ რომ სულ მაქვს მიდევს ეს ფოტო და მოვუკიდე ხელი და რომ მითხარი რომ 3 მინუტი უნდა წამოვიღე ეს და არ ვიყავი აი ისე მოვუკიდე ხელი და წამოვიღე რომ აი უკვე ძალიან მიჩვეული ვარ ამას ხო და ხა რამდენი წელი გავიდა 12
ანუ ეს არასოდეს ეს ხო აი დრო არაფერს არშვება რაღაც ამ სუბუქებს და მკურნალია თუ რა ვიცი მე გავიწყებს თუ ბლოკავს თუ რაღაცა ამჯერა მე ამის იმიტომ რომ ხო რა თქმა უნდა ეხა ამას რო ყოველდღურად რომ ამაზე იფიქრო ძალიან სტრესული ადამიანი და ადამიანისთვის და ამიტომ თვითონ ავტომატურად ბლოკავს ამაზე რომ არ იფიქრო მაგრამ როდესაც რეალობას უყურებ და ძალიან უსწორებ თვალს იგივენაირი ტკივილი ნამდვილად მე ძალიან მენატრება მამა და ძალიან მესმის შენი და რომ საერთოდ არ არის უცხო ჩემთვის შენი ემოციები ჩემთვისაც ვერასოდეს ვერ ვლაპარაკობ მამა ჩემზე ემოციის გარეშე ხო რაც არ უნდა დრო გავიდეს 2-3 მამა ჩემს 32 წელიც რო იყოს და რაასაკესაც არ უნდა დაკარგო მშობელია და სულ ერთი და იგივე ტკივილია. კაი, ცუდი ემოციები დავივიწყეთ. ეს არის ჩემი პირველი სოლო ალბომის ჟურნალი, ასე ვთქვათ. ყდა სადაც სხვათა შორის ბევრმა არ იცის, რომ ჩემი საავტორო სიმღერებია. მართლა? მაგრამ ეს რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი? ეს ისეთ პერიოდში ჩაიწერა, კი, რა სხვანაირი ხარ აქ? ეს ისეთ პერიოდში ჩაიწერა 2008 წელს. რომ მალე ომი დაიწყო მერე. მოსკოვში ჩავწერე. და არც გამომიშვია ფაქტობრივად. და აი ეს არის სიმბოლო, აი ყველაფრის, რომ აი რაღაცა შევაგროვე, გავაკეთე, მაგრამ აი ამით დაიწყო, როგორც პირველი ალბომი. მაგრამ იქვე დამთავრდა, იმიტომ რომ მე წამოვედი საქართველოში და აბსოლუტურად აი ამისთვის, ამ სიმღერებისთვის ხელიც არ მომიკიდია საერთოდ, იმიტომ რომ რაღაცა ახალი ცხოვრება დაიწყო და აი ამას მახსენებს ეს, რომ რაღაცის დასაწყისი, მაგრამ იმავე დროს რაღაცის დასასრული. აი ეს ძალიან საინტერესო. და ბოლოს და მესამე ნივთი. და ბოლოს ნივთი, რომელიც ხელზე გავიკეთე პირველად დღეს და მოვიტანე. ეს არის ოქროს ამაჯური. ძვირფასია, არა იმიტომ რომ ძვირფასია. ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ ბებიაჩემ აჩუქა დედას მხოლოდ იმ პირობით, რომ 18 წლის რო გახდებოდა მისი გოგო შვილი, აჩუქებდა. მერე დედამაც მითხრა, რომ აი მე ჩემმა დედამ რომ აჩუქაო იმ პირობით ხომ აჩუქა რომ შენ გაჩუქებდიო. ალისკას ამაჯური. და შენცო შენ გოგო შვილს უნდა აჩუქო და მაშინ ეს არ იყო ჩემთვის, რა თქმა უნდა, ლამაზი, ძველებური ნივთია, მაგრამ ალბათ დღეს ბევრად უფრო კიდე ძვირფასია, იმიტომ რომ ამას რომ ვუყურებ, ყველა თაობის ქალი ესე ვთქვათ, ჩემს ოჯახში მახსენდება და რომ მიჭირავს რაღაცნაირად ბევრად უფრო დავაფასე, იმიტომ რომ როგორც მხოლოდ შვილი კი არა, ახლა უკვე როგორც დედა უნდა გადავცე მეც ძალისკაც და ესე ინახავს ბევრ თაობას. ძალიან ლამაზია. და დღეს პირველად გავიკეთე ეს. ძალიან ლამაზია და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა ამ ინტერვიუსთვის, ყველაფრისთვის, რაც თქვი, რაც არ თქვი, ემოციებისთვის და რაღაც გულწრფელი იყავი და მადლობა მინდა გითხრა ამისთვის და იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება შენს ცხოვრებაში, ძალიან მინდა რომ გნახო ბედნიერი წარმატებული და ალისა მინდა ვნახო ბედნიერი ბავშვები და ჩვენი ქვეყანა ვნახო ბედნიერი. როდესაც ფონი იქნება ბედნიერი ცხოვრებაში, ქვეყანაში. ყველა სხვათა შორის გადავა ეს. ხო, იმიტომ რომ მართლა პერსონალური ბედნიერება შეუძლებელია, ამას პათეტიკურად არ ვამბობ და არც გეგზავო არ არის, როდესაც ქვეყანა კვდება პრაქტიკულად. კვდება როგორც ცნობილ სპექტაკლში რო არ ვკვდებით როგორც ქვეყანა, ამათ შეუძლებელია რომ ამ პირობებში შენ პერსონალურად იქცნო თავი ბედნიერად. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კარგად. მადლობა სოფო ამ ინტერვიუსთვის, მადლობა შენ. მოკლედ სოფო ნიჟარაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. თქვენ კი უნდა შეგახსენოთ რომ YouTube-ზე უნდა მოგწეროთ, უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. გვიპოვოთ Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, ყველგან ვართ და
უნდა დაგვალოდოთ შემდეგ კვირამდე. ნახვამდის.